განვაგრძობთ რეპორტაჟს თბილისის სპორტის სასახლიდან. შესაძლოა ყავს დაგვიანებული ტელემაყურებელი, სწორედ მათ საყურადღებო დღეს თბილისში ტრადიციულად მიმდინარეობს სუპერლიგის ერთ-ერთი მატჩი, მე აღარ ვამბობ მორიგი ტურის მატჩი, რადგან ეს უკვე საპლეიფო მატჩების ერთ-ერთი შეხვედრა და გამარჯვებული ამ გუნდებს შორის, ვინც ერთმანეთს დაუპირისპირდა, ეს გახლავთ არმია და ქუთაისი, მოიპოვებს ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლებას. დასრულდა პირველი ტაიმი ანგარიშით 49-49 ქულიანი სხვაობა ამ გუნდებს შორის არ დაფიქსირებულა დღევანდელ მატჩში, ეს იყო ბოლო წამებზე არმიელთა მართლაც რაღაც საუკეთესო თამაშის შედეგად და იმედი ვიქონიოთ, არა იმიტომ რომ ჩვენ რომელიმე გუნდს ვკომაგობთ, საერთოდ კალათბურთს ვკომაგობთ, ვიხარია რომ მატჩის ბედი გადაცდება ხოლმე ბოლო წუთზე, ბოლო წამზე, როგორც მოხდა გუშინ, როდესაც ეს გუნდები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, პირველად საერთოდ კი არა, აი ამ საპლეიფო მატჩი ფინალში გასასვლელ შეხვედრაში და გამარჯვებული მხოლოდ ბოლო წამებმა დაასახელა. 73-72 9 მაისს არმიამ გაიმარჯვა. ჩემს გვერდში ვაჟა სვიმონიშვილია, ლელოს სპეციალური კორესპონდენტი, საკალათბურთო ჟურნალისტი და რომელიც სხვადასხვა არქეოლოგიც გახლავთ, იმ გაგებით რომ აი ამ საკალათბურთო სამყაროში იქექება და ყველაზე საინტერესო მასალებს გვაწვის ხოლმე. რა თქმა უნდა, მან დააფიქსირა სტატისტიკა, რომ გამარჯვების დღეს, არმიელთა გამარჯვების დღეს, არმიელებმა შეძლეს ქუთაისთან დამარცხება 1 ქულის სხვაობით. მაგრამ დღეს უკვე პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა 9 ქულაა. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ თქვენ ხედავთ ახლა ჩემს მარჯვნივ ვაჟას სვიმონიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ პირველ ტაიმში 8 ქულიანი სხვაობაც იყო, მაგრამ შემდეგ თამაში წარიმართა ქუთაისელთა ეს მომდევნო 3 წუთი უპირატესობით და ბოლოს 41-39 იყო, რომ არა ის შეცდომები ელემენტარული რაც დაუშვეს ქუთაისელებმა და რაც კარგად გამოიყენეს არმიელებმა, ალბათ არ იქნებოდა ასე დიდი სხვაობა. რაც შეეხება ბოისას, მან ერთხელ უკვე ჩააგდო 3 ქულიანი, 2 ქულიანიც, მაგრამ აქ დაიბნენ შარაბიძე იყო ბუდით შემდეგ ბაბიაშვილი. ეხლა სწრაფად ხუთეულების შესახებ. ძალიან კარგი შესვლა გიორგი ბარბაკაძისა, რომელიც ამ გუნდში სროლელია, 3 ქულიანებს ისვრის ძალიან ხშირად და მე მგონი შარშემდე სეზონში უფრო ხშირად ისროდა და უფრო შედეგიანი იყო ვიდრე წელს. ძიროდან შედარებით. ეხლა საინტერესო დუელი დვალიშვილსა და შარაბიძეს შორის და კარგი პასი. არავინ არ უშლიდა ხელს ანატოლი ბოისას, მაგრამ დღევანდელ მატჩში ვაჟა ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ როცა უშლიან უფრო აგდებენ და როცა არ უშლიან ის ბურთები ნაკლებად ვარდება. გახსოვს ალბათ ლაშა ბარღალავას მიერ ჩაგდებული ორი ისეთი 3 ქულიანი, რომელიც ყველას დაგვემახსოვდა. ნუ დაირღვევა თუ ფაშაევმა აიღო. დიახ, ზონის პრინციპი. მოკლედ დაცვაში კარგად იმუშავა. კარგად იმუშავა დაცვაში არმიამ და აი მოიპოვა ბურთის გვერდიდან შემოტანის უფლება და თან საიდან. ხედავ, ფაქტიურად მოიგო 5-6 წამით, უფრო მეტი არა. 49-42 ანგარიში. 7 ქულაა სხვაობა. მეორე ტაიმის დაწყებიდან გასულია წუთი და 16 წამი. თუ რა ხდება საერთოდ სუპერლიგაში 2 ქულა ეს ბეკაცივძივაძის 2 ქულა გახლავთ. აი მივადევნოთ თვალი წივძივაძის ნადავს 9 ქულა, შარაბიძის 11 ქულა, ასე რომ მეორეზე შარაბიძე და მესამეზე წივძივაძე. პირველი კი ფარღალავა, რომელიც ნადავლი 22 ქულა, 22 ქულა 51-დან ეს ძალიან ბევრია. ემოციები და რა ხდება? მადისკვალიფიცირებელი ჯარიმა? უნდა იცოდეს ყველა კალათბურთელმა, რომ ეს ემოციები მხოლოდ და მხოლოდ წამგებიანია. და მით უმეტეს ისეთ საჯებთან, როგორიც არიან ჩვენი ქართველი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები. არავის არ გაუვა მათთან. ფაშაევი დისკვალიფიკაცია. დავა. დისკვალიფიკაცია ფაშაევი ისევ ბრუნდება მოედანზე და ამას შეიძლება მეორე მადისკვალიფიცირებელი მოყვეს
და ეს ფინანსურათაც დაამძიმებს ფაშაევის ჯიბებს. ეს კარგად იციან და მე მგონი უნდა დაწყნარდეს ეხლა სკამიდან. მას აღარ ეგძლება უფლება რომ სკამზე იჯდეს. და ყველაზე ცუდი ის არის ბატონო ჯამლეთ ქუთაისისთვის ყველაზე ცუდი რომ და ალბათ კალათბურთს რა თქმა უნდა კალათბურთისთვისაც რომ ფაშაევმა მინიმუმ ერთი თამაში კიდე უნდა გამოტოვოს და მესამე მატჩში ძვერ იქნება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს. ნუ ეხლა გვესმის ჩვენ აპლოდისმენტებით გააცილეს ფაშაევი მე არ შემიძლია ასეთი კომენტარი გავაკეთო. რაც არ უნდა იყოს მაინც მოთამაშე პროფესიონალი უნდა იყოს მომზადებული ფსიქოლოგიურად ისე რომ ასეთ დროს თავისი გუნდი არ ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში. აი ასეთ შემთხვევებში სწორედ კარგი არის ტელევიზორიდან ყურება თამაშის რომ გამეორებაზე შეიძლება რაღაც მაინც დავინახოთ მაგრამ ნუ რაც არ უნდა იყოს გამეორებაზე სწრაფად განვითარდა მოვლენები რომ ძნელი იყო თქვათ რა მოხდა იმის გარკვევა მე მსაჯმა თქვათ ორი ტექნიკური მისცა და ამის გამო გააძევეს თუ ანგარიში 53-42 11 ქულას იგებენ არმიელების საჯარიმოზე შარაბიძია არასპორტული იცით რომ ორი საჯარიმო ყორსა და შემდეგ ბურთის გვერდიდან შემოტანა მაგრამ რა ხდება ქუთაისის მეორე ვერ ჩააგდო 54-42 12 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა ხოლო ქუთაისის გუნდის ხელმძღვანელობამ გუნდი გამოიყვანა მოედნიდან ასეთი რამ იშვიათად ხდება თუმცა მომხდარა მე ვარ მოწმე რამდენიმეჯერ აი ასეთ სიტუაციის როდესაც წუთას გავყვანია გუნდი დემონსტრაციულად იმ პროტესტის ნიშნად რომელიც არ ეთანხმება მსაჯის გადაწყვეტილებას მაგრამ ერთი რამ მე მგონი ყველასათვის კანონია როდესაც მსაჯი ჩასწვენს ჩვენ არ გვინახია ვაჟა მე მგონი არ ჩენა რა თუ ერთმანეთში არ მოილაპარაკებენ მსაჯები და დაუშვათ იქ სადავო ბურთი აუჩი გასული ან რაღაც სხვა შემთხვევაში არასდროს არ გადათხმას მსაჯი და იცით რა არის კიდევ ბატონო ჯამლეთ კიდევ სხვა მადისკვალიფიცირებელი ჯარიმები და რა თქმა უნდა ეს არ უხდება ჩვენს ჩემპიონატს არ უხდება საერთოდ არათუ ჩვენს არც ერთ ჩემპიონატს მით უმეტეს რომ ქუთაისელთა გუნდის ხელმძღვანელები გამოცდილი მით უმეტეს მედეამ ხეიძე გამოცდილი კალათბურთელი გახლავთ ის საკავშირო ნაკრების წევრი გახლავთ ის ევროპის ჩემპიონატის ორჯერ გამარჯვებულია ევროპის საუკეთესო კალათბურთელია ასევე მალხას კოხრეიძემ ძალიან კარგად იცის რა შედის წვრთნელის მოვალეობაში წვრთნელების და ეს რომ დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს მას არ ვიცით ახლა აი ეს ტაში რას მოასწავებს ალბათ ითხოვენ რომ ქუთაისელები დაბრუნდნენ მოედანზე რადგან გუშინდელმა შეხვედრამ დაამტკიცა რომ ქუთაისის გუნდია რომელსაც შეუძლია მოიგოს თამაში თუნდაც გასვლაზე ვინც არ უნდა ყავდეს მეტოქი მაგრამ აი ეს ახლა დემონსტრაციულად მოედნიდან გასვლა ეს ნიშნავს რომ უკვე ფაქტიურად გამარჯვებულად გამოცხადდება არმია და გავა ფინალში იმიტომ რომ ამ გასვლას მოყვება დისკვალიფიკაცია არა მარტო ფაშაევის არამედ მთლიანად გუნდის და შემდეგ ფინანსური ჯარიმები არ ვიცი ახლა რამდენი წუთია დრო იმისა რომ საჯებმა დაუშვათ დრო მაჩალაძე ზაზა მაჩალაძე მანიშნა დრო დანიშნულია და არ ვიცი რამდენი საბოლოო გადაწყვეტილებას მერაბ რატიშვილი გამოცდილი კომისარი უძღვება დღეს სამსაჯო მაგიდას არც მას არ შეეშლება იმიტომ რომ მასაც აი ნახოთ რა ხდება აი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში იქ არ იყო ისეთი თამაში რომ ვთქვათ რომ დაარტყა ჩუმად ან მოჯლუგუნი ან რაღაც ნუ ხელი უბიძგა ამაზე არ გაამახვილა ყურადღება მაგა კუპატაძემ და ალბათ უცენზურო სიტყვებით გამოიჩინა თავი აი ამ კალათბურთელმა რომელიც საერთოდ გამოირჩევა როგორც ძალიან თავდაბალი მოგრძალებული წესიერი ამიტომ შეიყვარა ქართული კალათბურთის ხომაგმა ეს პიროვნება და სწორედ რამდენიმე წუთის წინ ჩემს რეპორტაჟში იცით თქვი რომ ფაშაევი ლეგიონერად არ უნდა ჩავთვალოთ
ის უკვე ქართველი კალათბურთელია, იმდენი ხანია საქართველოშია, ქართულის ისწავლა და მე მგონი ჩვენი მენტალიტეტი და ზნეჩვეულებანიც. მოკლედ ძალიან არასასიამოვნო სიტუაციის წინაშე აღმოჩნდნენ გულშემატკივრები, აღმოჩნდით ჩვენ სპორტ სასახლეში ეს ბოლო თამაში არ არის. მე მინდა ვაჟა სიმონიშვილმა გაგაცნოთ ის მდგომარეობა სატურნირო, რაც არის წრეში და ვინ რისთვის თამაშობს და ვინ რისთვის იბრძვის. ვაჟა რა მდგომარეობაა ახლა 4-ეულებში და პლეიაუტებში. აი ამას ელოდება შენგან ტელემაყურებელი. მოგახსენებთ ნახევარფინალში გუშინ როგორც თქვით ბატონო ჯამალ გაიმარჯვა არმიამ და 1-0 იგებდა დღევანდელ შეხვედრამდე. ასევე გუშინ გაიმართა მეორე ნახევარფინალი, რომელიც დინამომ მოიგო ბათუმთან და აი ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ 4 საათზე უკვე დაიწყება მეორე შეხვედრა დინამო ბათუმისა. რაც შეეხება ქვემოთ, ანუ მეხუთე მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში, ესე იგი გუშინ გამოვლინდა, ესე იგი იმ გუშინ გაირკვა ვის უნდა ეთამაშა მეხუთე ადგილისთვის და დღეს ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ შსს აკადემია, შინაგან საქმეთა სამეცნიერო აკადემიამ და რუსთავმა. გაიმარჯვეს აკადემიელებმა 113-99, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის ესე იგი შსს აკადემია მეხუთე ადგილი გაიმართა. მეხუთე ადგილზე მეექვსეზე გავიდა რუსთავი. მეშვიდესთვის გაიმართება ბრძოლა. დღეს 6 საათზე დაიწყება სოხუმი დაუპირისპირდება ოლიმპს და გამარჯვებული ითამაშებს და გამარჯვებული დამკვიდრდება მეშვიდე ადგილზე. მოკლედ ყველა ადგილები გაირკვევა გარდა ფინალური 4-ეულისა, რადგან ფინალში გასასვლელი მატჩები მიმდინარეობს. ძალიან კარგია რომ ეს შეხვედრა განახლდა. შარაბიძე, ფარღალავა და აი ფარღალავას ეს შორეული ტყორცნა ბარბაკაძე. დიდიამ რატომღაც თავად არ მოინდომა სრულ არადამას ყველაზე უკეთ შეუულია სამკულიანი ჩაგდება, თუმცა არც ბარბაკაძეა ამაში. ურიგო, აი ვნახოთ სამკულიანი ჩაგდა 54-55. არადა თითქმის ყველა მაყურებელი ახლა ქუთაისელთა კომაგად გადაიქცა. რა თქმა უნდა მათი ფანები აქ არიან, მაგრამ ამ ფანებს აყვნეს სხვებიც. არ ვიცი რატომ, ალბათ უნდათ რომ ეს მატჩი ბოლომდე ინარჩუნებდეს ინტრიგას, ცეკვავა, ჯარიმა. შარაბიძე ძალიან ხშირად რჩება ხოლმე დამდაბალი კალათბურთელის წინააღმდეგ სათამაშოდ შარაბიძე და ამან გამოიწვია ის რომ მას მესამე პერსონალური შენიშვნა აქვს. არა ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს შარაბიძე და ნამდვილად მისი 4 ჯარიმა ძალიან ცუდად შეიძლება იმოქმედოს არმიაზე მისმა 4 ჯარიმა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად. გაუგონარი ტყორცნა იყო ახლა ეს სამკულიანი დიდიას მიერ. ბაბიაშვილი სამწამიანში წინვალე დააფარა დვალიშვილმა. შესანიშნავა იგრძელიძე ცეკვავას, შემდეგ ფარქვეშ ორაბურთი ჩააგდო. რევას დიდია ვერ ჩააგდო ამას წინათ თავის სამკულიანი. ბურთმა კალათამდე არ მიაღწია, მაგრამ გამოასწორა რა თავის დანაშაული. ანგარის სხვაობა 7 ქულამდე დავიდა, არა და 12 ქულა იყო. გახსოვთ ალბათ. ბაბიაშვილი აქედან აღარ გაბედა. ფარღალავა რომელიც ყოველთვის ესვრის, აქვს თუ არა სასროლი. უკვე მეორე ყოჩნა უცხო ბაბიაშვილი და თამაში განაახლეთ ქუთაისს. აი ეს ორწუთიანი მონაკვეთი მას შემდეგ რაც ქუთაისმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ხელმძღვანელებმა სპორტული გადაწყვეტილება მიიღეს. დაუბრუნდნენ მოედანს და აგრძელებენ თამაშს. ამ ორი წუთის განმავლობაში ქუთაისსა და უპირატესობა აშკარა. ეს სამიანი წუთჩესვენება. რა თქმა უნდა წუთჩესვენება. რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ 54-ით 42 იყო ანგარიში. ვაჟა გახსოვს რა? და ეხლა არის 54-ით 50 2 წუთში 10 წამში. ქუთაისი გაიქცა ანგარიში 8-0. მას შემდეგ რაც მოედანზე დაბრუნდა და ფაშაევის გარეშე. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ ფაშაევი ეს დიდი ძალა. თან დღეს ფაშაევმა გუნდს ყველაზე მეტი შეძინა ჯერჯერობით 12 ქულა. კარგი სამკულიანები ჩააგდო მარცხნიდან, მარჯვნიდან. მოკლედ ყველაფერი კარგად გააკეთა, მაგრამ აქ უღალატა გუნდს, მაგრამ მისი ღალატი გუნდმა გადახარშა.
და ყველაფერი წავიდა. მოდით ეს იმ სპორტულ იღბალს მივაკუთვნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჟა თამაში. ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე რომ უნდა მოემზადა ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად, მორალურად, ფიზიკურად. მაგრამ დგას საუკეთესო ნაბურთელი საჯარიმოზე და სამიდან ვერცერთს ვერ აღწევს. ხომ ვერ დავაბრალებთ ამას ფსიქოლოგიურ მომზადებას. ეს არის იღბალი, სპორტული იღბალი, რომელიც ძალიან საჭიროა. ყველაზე მნიშვნელოვანია მე თუ მეტყვი რა თქმა უნდა, როცა თანაბარი ძალის კალათბურთელები და გუნდები არიან მოედანზე. აი ახლა ამ ორ წუთში ბედმა გაუღიმა ქუთაისს. მათ ყველა ბურთი ჩააგდეს, მაშინ როდესაც არმიელებმა დაუშვეს შეცდომები ზედიზე. მთელ მოედანზე პრესინგი მესამე პერიოდის მეოთხე წუთი მიმდინარეობს. ეს არის ბატონო ჯამლეტ იმის ბრალიც რომ გუნდმა რაღაცნაირად სხვანაირი მოტივაციით გამოვიდა უკვე იმ შემთხვევის შემდეგ მოედანზე ჩემი აზრით აი ეს რაღაცა მე მინდა დაგეთანხმო მომენტებიც რომ მე მინდა დაგეთანხმო ვაჟა მაგრამ იმასაც უსვამ ხას რომ მოტივაცია ყველა კალათბურთელს ვინც კი მოედანზეა გამოსული რა თამაშიც არ უნდა იყოს მას აქვს იმიტომ აქვს რომ კალათბურთელებს უყურებენ მათი აგენტები და თითოეული კალათბურთელი არა მარტო ამ მატჩის მოგებაზე ზრუნავს არამედ იმაზე რომ დაუმტკიცოს ყველას რომ ის ჯერ ღირსია ხუთეულის და მერე ჩამოსულ აგენტებს დაუმტკიცოს რომ ის უფრო კარგ გუნდში თამაშის ღირსია იქ როგორ ჩანს ანატოლი ბოისამ მიიღო ტრამა სერიოზულია ნუ სერიოზული იმ გაგებით რომ უცბად თამაშს ვერ გააგრძელებს მე არ მგონია რომ ეს თითქოს გასტანოს ამას მას აღმოუჩენეს სამეცნიერო დახმარებას აი ნახოთ რა მოხდა იქ სრულიად შემთხვევით დიახ შემთხვევით ხელში არა აი ახლა გამოჩნდება უფრო კარგად თანაგუნდელის ხელი მოხდა შარაბიძის შემთხვევით მოხდა ხელი შეიძლება თვალშიც ნუ არ ვიცით როგორ არის ყოველ შემთხვევაში ექიმები იქ არიან არა და გამოცდილი ექიმია ყვედერიძე საქართველოს ნაკრების ექიმი იგი შერმადინის ექიმი გახდა პირადი წლების განმავლობაში და ანატოლი ბოისა რამდენიმე წუთით შეისვენებს თამაში გაგრძელდება 54-50 ჯერჯერობით 0-8 აგებს 3 წუთის განმავლობაში და ჯარიმა მაგრამ ეს არ არის ისეთი საჯარიმა რადგან ამას 2 ხორცნა არ მოყვება ზაურ ფაშაევი შეცვალა ახალგაზრდა გრძელიძემ რომელმაც უკვე დაგვარწმუნა რომ პლეიოფების თამაში მისთვის ეს ისეთი სერიოზულ დონეზე პირველი პლეიოფებია ნახევარფინალებია და უკვე დაგვარწმუნა რომ შეუძლია ასეთ დონეზე თამაში და საქართველოს კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამთამაშებელი ესწრება მან მეოთხედფინალშიც ბოლო წამებზე სოხუმთან შეხვედრებში არაერთი ისეთი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა გუნდს მათ შორის სამქულანების ჩააგდო და ასე რომ ნახოთ დაეტყობა თუ არა დაატყობს თუ არა გრძელიძე ფაშაევის გასვლას გუნდს შოთაშორის ვაჟა კარგი ხანია ჯგერენაია მოედანზე არ ყოფილა ეხლა შარაბიძე დაასვენეს და ჯგერენაია დაბრუნდა მოედანზე ჯგერენაია რომელიც ძალიან მაღალი ნახტომის ფლობელია დაცვაში საკმაოდ კარგად თამაშობს მაგრამ დღეს არ წაუვიდა ორი ჯარიმა მიიღო თუ არ ვწდები ისე მას იმ 7 წუთის განმავლობაში რაც დაეთმო 8 წუთის განმავლობაში პირველ ტაიმში დრო ფაქტიურად შედეგი არ მოუტანია მაგრამ ესეც ის იღბალია რომელიც მას არ ჰქონდა ამ 8 წუთის განმავლობაში მაგრამ რა თქმა უნდა ჯგერენაია კიდევ ერთხელ ვამბობ დიდი სპორტული ოჯახის წარმომადგენელი ამას არ დაჯერდება აი ნახოთ ახლა რა კომბინაციას გაითამაშებენ ჯგერენაია ბლოკის შესვლა ბოისა და მაბადიეთ ეს ბაბიაშვილია და მისი ტრადიციული ორი ქულა ასეთი ქულები ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს ხოჩახ ზვიად 56-50 4 წუთის განმავლობაში თითქმის 3 წუთნახევრის განმავლობაში ეს პირველი ორი ქულა რაც არმიელებმა მოუტანეს თავის გუნდს დვალიშვილი ძალიან კარგი მოძრაობა დასაწყისში მაგრამ ჩინებული თამაში ჯგერენაიასი და ჯარიმა რა თქმა უნდა ჯარიმა გიორგი ბარბაკაძე არ ვიცი ახლა
რითა უკმაყოფილო გიორგი ბარბაკაძე. სწორი ჯარიმა მიიღო. პირველი პერსონალური არასწორინა ჩაგდებინა ლიდერს ეს ორი ქულა და მაინც უკმაყოფილო იყო, რა თქმა უნდა, ჯარიმა გიორგი. დაწყნარდი და მე მგონი უნდა დაწყნარდნენ ყველა, როგორც კალათბურთელები, ასევე მწვრთნელები და მისცენ საშუალება საჭირს რომ ეს თამაში ბოლომდე ჩაატარონ. თამაში რომელიც ძალიან საინტერესოა, ძალიან მიმზიდველი, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ქუთაისის და არმიას იმსახურებს საპრიზო ადგილებზე გასვლას, ორივეს აქვს ამის შანსი. ანგარიში 58-50-ია, ისევ გაიზარდა. ცეკვავა, კარგი პასი და დვალიშვილი, ბერიშვილი და გარბენი. სწორია. გარბენი. ეს იყო. ბერიშვილმა იგრძნო და ხმაც არ მოუღია. ახლა უკვე წუთნახევრის განმავლობაში ვერ აგდებს ბურთს ქუთაისს. მას შემდეგ რაც 8-0 მოიგო. ცეკვავა და პირველი ბურთი ჩავარდა აი ამ 2 წუთნახევარში. 58-52. სხვაობა 6 ქულა. ჯერჯერობით მესამე პერიოდში 4 წუთზე ცოტა ნაკლებია სათამაშო და ასევე მეოთხე პერიოდი. ისე რომ თამაში გრძელდება, არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჯერენაია, გარბენი. კარგად დაუდგა ორივე ქუთაისელი ამ შემთხვევაში. დაცვაში კარგად თამაშობს ქუთაისელებმა და აიძულეს ჯერენაიას დაეშვა შეცდომა. დღეს როგორც ჩანს არ არის ჯერენაიას დრო, თუმცა ჩვენ გვახსოვს მისი შესანიშნავი თამაშები, როდესაც აქ სპორტის სასახლეში კომაგები ფეხზე ადგენენ და ისე უკრავდნენ იმ ლამას ილეთებს, რასაც ასრულებდა ჯერენაია. ეს მისი მესამე ჯარიმაა. მესამე ჯარიმა დვალიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. უბრალოდ დვალიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში აეხლა დაჯარიმდა და ეს ჯარიმა აღმოჩნდა მესამე. დიდხანს დატოვებს სამ ჯარიმიანს მოედანზე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. შარაბიძესაც 3 ჯარიმა აქვს. ფარღალავასთან გადავიდა ბურთი პირით ხასიქით. წეგან ვახსენეთ ზვიად ბაბიაშვილი, რომელსაც ახლა აქვს 7 ქულა, თუმცა გუშინ პირველ ნახევარფინალში მას 20 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და მათი შემდეგ კოდე გუშმა მთავარმაცნებმა აღნიშნა, რომ სწორედ ამას ნიშნავს გამოცდილება, სწორედ გამოცდილება მოთამაშე, რომელიც უკვე საკმაოდ გადაცილებულია 30 წელს, გუნდს დიდი საქმე გაუკეთა, 20 ქულა ჩააგდო და თამაში მოიგო. ახლა ისევ ქუთაისი გაიქცა. ოჩა ცეკვავა. სწორი გადაწყვეტილება მიიღო ცეკვავამ, გადააწყვეტა პასი მარჯვნივ ბარბაკაძეს, რომელმაც ეფექტურად ჩატენა და ბარბაკაძე ჯარიმას ითხოვდა. ხოლო მაგამ აჩვენა, რომ ჯარიმა კი არა ტექნიკურს მიიღებს აქ. ცივცივაძე, ბექა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირია ფარღალავასთან ერთად. ცივცივაძის ანგარიში 11 ქულა, 14 ქულა შარაბიძის და ფარღალავა 24 ქულით პირველ ადგილზე ორივე გუნდში. ცივცივაძე, კარგი პასი ფარღალავა. ერთმანეთს შეუშალეს ხელი ორმა არმიელმა. ძალიან აღელვებულია ბარბაკაძე ახლა და ვფიქრობ ცოტა დასვენება არ აწყენდა. ჯარიმა არ მიიღოს ან იგივე ტექნიკური. კოლექტიური შეცვლა ბრუნდებიან მიშა ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, კარგია რომ წყობშია ბოისა და შარაბიძე, ფარღალავა, ბაბიაშვილი და ჯგერენაიას ნასო. და აი სწორადაც მოიქცა თამაშად, წუთშესვენება აიღო და გუნდიც ამოისუნთქებს და 60-57. აი გიორგი ბარბაკაძემ გააგრძელა საუბარი მაგა უბადაზისთან. იმის შესახებ, როდესაც მან ბურთი ჩატენა, მას ეწყობა ხელი მოხდა და ითხოვდა ჯარიმა. აი ნახოთ, მწვრთნელები რას ამბობენ.
საინტერესო მუსიკა კი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენი ექსპერტი ლევოლუციონი ყველაფერს გააკეთებს, რომ ელმა პრობლემა მაინც მოისმინო. არას ამბობენ, მაგრამ აქვს იმას მნიშვნელობა. თუმცა მაინც საინტერესოა რა. არონა. აკუნა ოლიკა შარა ემო დამბელოდა და ჟიშა შუაში ასი ვაჟა რა ვთქვათ ახლა ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმიტომ რომ მუსიკამ შეგვიშალა ხელი არა და კარგი მუსიკა იყო რა უნდა ეთქვათ მწვრთნელებს ითამაშეთ სწრაფად კომბინაციურად გუნდურად დაცვაში არ დაუშვათ შეცდომები არა იყოთ ზედმეტი ჯარიმები და ჩააგდეთ სამქულიანების და ორქულიანების აბა სხვარას რაზე ტყოდა სხვას ყურადღება გადაიტანეთ სამწამიანზე და დაზღვევაზე ითამაშეთ დროზე აი ამ ყველაფერიდან რომელი უფრო მეტად ურჩია მწვრთნელმა ეხლა გამოჩნდება აი ამ მოედანზე დაბრუნების შემდეგ გუნდებისა ჯერჯერობით დიდხანს თამაშდება ბურთი ეს არ ამგონია რომ იმ კომბინაციის შედეგი იყო რაც გააკეთა ცეკვავამ იმიტომ რომ ისეთ ფული მდგომარეობიდან ესწროლა აი ხლა შეიძლება ვერ გაბედა ძალიან კარგად შევიდა და ვეღარ დაამთავრა ბარბაკაძე თამაში არ მიამ და არ მიცა საშუალება ქუთაისელებს ბურთის ჩაგდების თუმცა ელემენტარული შეცდომა მაინც დაუშვეს მასპინძლებმა და სამკულიანი არ წაუვიდა იმ ცეკვავას რომელსაც რეკორდები აქვს არა დამყარებული სამკულიან ხორცნებში ერთ თამაში მას 6 სამკულიანი აქვს ჩაგდებული 8-დან შარაბიძე 60-57 ბოისა შარაბიძე კარგად დგას ბარბაკაძე ბოისა 24 წამის წესი დაიწყო მაგრამ ბურთთან ქუთაისელები არიან ვის პასი ვინ ესურის ბარბაკაძე და გათანაბრდა 60 გიორგი ბარბაკაძე აი საიდან უყურებს პაშა ილუმინატორიდან ზეშტაბიჯება რჩება თითქოს გემში ვარ და რა და პაშები კი არა სხვების უყურებენ მე მგონი ისინი არ არიან დაჟილი და პაშები ნერვიულობს რა თქმა უნდა უხარია რომ ისმა გუნდმა გაათანაბრა ანგარიში შეგახსენებთ რომ პაშების გაგდებამდე ანგარიში იყო 54-42 12 გოლს იგებდა არმია ეს იმას არ ნიშნავს რომ პაშები უშლიდა ხელს ქუთაის კარგი პასი და გვალიშვილი რომელიც იშვიათად აცილებს აქედან ბურთს 60 ასე დამთავრდა მესამე პერიოდი და რაც ვიწინასწარ მეტყველეთ მიუხედავად იმისა რომ მთელი შემთხვევაში იყო სხვაობა 9 ქულა არმიელთა სასარგებლოდ ხო იყო 8 ქულიანი 6 ქულიანი მაგრამ 9 ქულასაც მიაღწია და 12 ქულა იყო სხვაობა როცა ფაშაევი გააძევეს არა მარტო მოედნიდან არამედ სპორტის სასახლის არენიდან და ბონუს ყველაფერი თავიდან იწყება. მეოთხე გადამწყვეტი ტაიმი გახდება თუ არა ეს გადამწყვეტი არავინ იცის შეიძლება ოვერთაიმის მოსწრიც გახდა და გამშია 60-60 ხოლო მომდევნო ორი შეხვედრა გაიმართება ქუთაისში და ვაჟა ტელემაყურებლებს მოახსენე საერთოდ იმ შეხვედრების შესახებ რომელიც მათელი შეიძლება ტელევიზიით არ იყოს ამის გადაცემა რეპორტაჟი მაგრამ თამაშები სად შედგება. აი ამის შესახებ ესაუბრებ. საწყისი ორი მატჩი თბილისში გაიმართა, იმიტომ რომ მასპინძლები იყვნენ თბილისური გუნდები. შემდეგ 13 და 14 მაისს არის დაგეგმილი ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმი დინამო და ქუთაისი არმია. 13 მაისს გაიმართება ეს შეხვედრები აუცილებლად და 14 მაისს იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა და ჩვენ რო გავარკვიოთ უფრო სერია არის 3 მოგებამდე და საწყის 3-ში ტელემაყურებლები ეხლა არის 1-0 არმიის სასარგებლოდ თუ არმიამ დღეს მოიგო თამაში გახდება 2-0 და თუ ქუთაისში კიდე ერთი თამაში მოიგო მაშინ მეორე თამაში უკვე აღარ იქნება საჭირო რა თქმა უნდა 3-0 დამთავრდება სერია არა მგონია რომ აი ასეთ მსჯელობას დათანხმდეს ქუთაისელთა გუნდის ხომაგი და თვითონ ქუთაისის გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ ბოლომდე გაგრძელდეს ასეთივე სიტუაცია ბათუმთან და დინამოსთან დინამოელებმა მოიგეს პირველი თამაში, მეორე თამაში ახლა გაიმართება.
რამდენიმე წუთის შემდეგ როცა დამთავრდება ეს შეხვედრა ბათუმელებს არ ეყოლებათ ერთი საკმაოდ ძლიერი ლეგიონერი რადგან ის დისკვალიფიცირებულია და მერე თუ დინამო მოიგო მეორე თამაშის და მერე მესამეც პირველი თამაში ბათუმში ეს მესამე იქნება რიგით არ იქნება საჭირო სხვა შეხვედრები მაგრამ მოდით ვისურვოთ რომ ყველა შეხვედრა იყოს საჭირო რომ მხოლოდ მეხუთე მატჩმა გამოავლინოს გამარჯვებული და ძალიან საინტერესო მეოთხედფინალური სერია შედგა ქუთაისსა და სოხუმის შორის სწორედ მეხუთე მატჩმა გამოავლინა ნახევარფინალისტის ვინაობა და ნამდვილად ქუთაისშიც და აქაც საინტერესო შეხვედრები ვიხილეთ 5 თამაში ნამდვილად ღირდა ასე ყურება ყოველი მატჩი სამოცით 27 წამია გასული მეოთხე პერიოდის დაწყებიდან ერთი ჯარიმა აქვს მიღებული არმიერებს ზელიძე ცეკვავა სირეგიძე საინტერესო ხუთეულია რა დვალიშვილი და ბარბაკაძე დვალიშვილმა ვერ გაბედა სამქულიანის ყოლსა და მე ფეხებს შუა გაატარა ბურთი გაუტარა ბურთი მეტოქეს და აი სირეგიძე საკმაოდ ისეთ საინტერესოდ ითამაშა გაბედა და შინებული პასი სირეგიძის საკმაოდ კარგად თამაშა სირეგიძე იგი შაშანაც ახალგაზრდულ ნაკრებია 20-იან მონაკვეთში მე მგონი თავი დაამახსოვრა რა ყველაზე ახალგაზრდა გალათბურთელი ახალგაზრდა მაგრამ ახალგაზრდულ 18 წლის ნაკრებში აქვს მას გამოცდილება მიღებული ევროპის ჩემპიონატებზე და ევროპის შესარჩევებზე თამაშით და ასე რომ ნამდვილად არ არის გამოუცდელი თავისი ასაკის მიუხედავად 18 წლიანებში საკმაოდ კარგად თამაშობს დიახ მე მახსოვს იტალიასთან მატჩი შარშან ამხანაგური იყო ევროპის ჩემპიონატის წინ და ისეთი არაერთი სამქულიანი დაგვამახსოვრა თავი და მაღალია მაგრამ სამიანებსა ძალიან კარგად ისვის და ჩვენმა ეს იცის და აი ამიტომაც ენდო ასეთ გადამწყვეტ მომენტში ათამაშებს ნორმალურად 18 წლიანებზე ჩამოვარდა საუბარი ეხლა მე უფლება არ მაქვს აქ თქვა რომ 18 წლიანებში საუკეთესო სეზონის მიხედვით გახდათ რევაზაშვილების ძმების მესამე ძმა 17 წლის მაიზე რევაზაშვილი რომლის საშუალო ნადავლი 47 გოლა და 19 მოხსნა ეს საოცარი შედეგია და მანაც რამდენიმე თამაში ჩაატარა სუპერლიგაში და 17 წლის ბიჭი სუპერლიგაში 20-ულშია მოხსნებშიც და ქულებში აქ ჩინებული კომბინაციის გათამაშება ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო მიხეილ ბერიშვილისა მაგრამ ვერ მოახერხა რომ ბურთი ადრესადამდე მისულიყო ბოლოს საჯიჩერია საქმეში უბრალოდ საჯამდე ქუთაისელი გალათბურთელი და თამაშს განაახლებენ არმიელები საკმაოდ დიდხანს არის ბაბუნაშვილი მოედანზე სხვათა შორის ბაბუნაშვილი ქუთაისელია იგივე ბეკა წივწივაძეც ქუთაისიდან არის და გუბა კვიმსაძეც და თამაშობენ ეგრე რომ განსაჯოთ ვინ საიდან არის ჩვენ ყველაფერი აგვერევა ქუთაისელთა გუნდშიც არიან რუსთაველები თბილისელები მოკლედ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას რომ ყოველთვის განაცხადში უნდა ჩავიხედო და ვინ ვის ღირსებას იცავს იმას მივაქციოთ თორე თუ მეხსიერებას ვენდეთ შეიძლება შეგვეშალოს დიდია ეს მისი საყვარელი ადგილია თამაშს განაახლებს ქუთაის არადა დიდია იმ ადგილიდან ისროლა საიდანაც ვარჯიშებზე აგდებს სამქულიანს 20-დან 20 თითქმის ყოველ ეგანაც ჩააგდო ზუსტად მანდედან მაგრამ აი ახლა როცა არავინ არ უშინდა ბურთი არ ჩავარდა შენ გახსოვს რომ მე ვისაუბრე იღბალზე სპორტული იღბალზე აი ეს არის იღბალი აბა ნახოთ ცეკვავა არც ცეკვავას არ წავუვიდა აი არ წავუვიდა ტორცნები ისევ ქუთაისელები ისევ დრო რჩებათ ისევ ბოისასგან გადავიდა ბურთი არა საინტერესოა წამზომი გამოირთო და რამდენი დარჩა ახლიდან 24 წამი და ბოლოს ჩააგდო ზელიძე
ლევან გზელიძე 3 ქულა და 4 ქულით გავიდა წინ ქუთაისს. არ ვიცი ახლა ეს რას დავაბრალო. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რომ როცა ფაშაევი გააძევეს ანგარიში იყო 54-42. კიდევ ერთი კარგი დაფარება დვალიშვილის. და კარგად ითამაშა ცეკვავამ და ბურთი შეუნარჩუნა ქუთაისს. 54-42 იყო ანგარიში როცა გააგდეს ფაშაევი. გააძევეს. ეხლა არის 64-60. შენ წარმოიდგინე 4 ქულას იგებს ქუთაისს. გამოდის რომ ფაშაევის გასვლის შემდეგ 16 ქულა მოიგეს. ეს 18 ქულა იგნება. თუ შესვენება კოტე დუღუში. ალაგი თვალიშვილი 2 ქულა. არა და თამაშის გაგრძელება არ უნდოდა ქუთაისის ხელმძღვანელობას. და ჩაეთვლებოდა წაგება, გამოეთიშებოდნენ საერთოდ დისკვალიფიკაციას მიიღებდნენ, ფულად ჯარიმასაც გადაიხდიდნენ და მე მგონი ძალიან მწარე გაკვეთილს იწვნებდნენ, მაგრამ კარგია რომ მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთების, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ გუნდი დაბრუნებოდა მოედანს. ხედავთ კოტე ტუღუს, რომელიც რა თქმა უნდა ღელავს არა მარტო კოტე ტუღუში, არამედ ყველა არმიელი, არმიელთა ყველა კომაგი. კიდევ ერთხელ იმის შესახებ, რომ კოტე ტუღუშის გუნდში არიან ბუბა ბერიშვილი, ანატოლი ბერიშვილი, ვაჟამ ხეიძე, სახელოვანი მცველი, ჩალისური ლევანი. ხვედელიძეზე უკვე გესაუბრეთ. ძალიან კარგი კომბინაცია გამოვიდა. დიდია ბარბაკაძე. 60-66 მასპინძელი მეოთხე პერიოდში, როდესაც პერიოდის დაწყებიდან გასულია 3 წუთი, უფრო ზუსტად 2 წუთი და 59 წამი აგებს 6 ქულას. 6 ქულით სხვაობით აგებს თამაშს. ცივცივაძე, შარაბიძე, ფარღალავა, ბოისა და ბაბიაშვილი. აი ეს ხუთეული ეთამაშება დიდია ბარბაკაძე, გრძელიძე, ცეკვავა დვალიშვილის ხუთეულს. ოჩახ დვალიშვილი კიდევ ერთი დაფარება, რამდენი დაფარება აქვს დვალიშვილს არ ვიცი, უნდა კონდეს 3 მინიმუმ მაინც. ცეკვავა სოლივით შეიჭრა ცეკვავა და უკვე 8 ქულაა სხვაობა, 60-68. ისე 8 ქულიანი სხვაობა ქუთაისსა და სასარგებლო დღევანდელ მატჩში არ ყოფილა. ფარღალავა ლაშა ფარღალავა 3 ქულა. ოჩახ ლაშა და პირველი ქულა ამ 4 წუთის განმავლობაში. 4 წუთით უფრო მეტის განმავლობაში. 63-68 27 ქულა ფარღალავას ანგარიზე. ბარბაკაძე სამწამიანში არ გამოუვიდა. ცივცივაძე მას ცეკვავა დაუდგა, შარაბიძე პერიმეტრზეა, დვალიშვილი ამოყვამას, ბაბიაშვილი დიდია. ეს დუეტი საინტერესოა, დუელი უпроსწორად და დუეტიც და თამაშს განაახლებენ არმიელები. იქ ფეხი დაეჭიმა ბექა ცივცივაძეს და საჭიროა ექიმი, იქვე ქუთაისელი ექიმი აღმოუჩენს დახმარებას ბეკას. ეს არცაა გასაკვირი, ჩვენ თქვით რომ ბეკა ქუთაისელია და რა თქმა უნდა თავისიანს უყურადღებოდ არ დატოვებენ, თუმცა აქ უკვე ექიმების რაოდენობა გაიზარდა. არ ვიცი რა მოხდა, იქ ხუმრად ცეკვავამ რაღაც და ხვედელიძემ მეგობრულად უთავაზა ცეკვავას. დიახ, მართლა მეგობრულად, რადგან ორივე იღიმებოდა, რახან იღიმებიან, რთული არაფერი არ უნდა იყოს. ბეკა გააგრძელებს თამაშს, მაგრამ მას შემდეგ რაც მას შეცვლიან, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შემოვიდეს შემცვლელი დებულების თანახმად. გალადბურთელი თუ მიიღებს ტრამვას და მას აღმოუჩენენ დახმარებას, ის რომც კარგად იყოს, უნდა გავიდეს მოედნიდან. არ ვიცი ახლა რა დაეჭიმა. სხვადასხვის შეცვლა უკვე განხორციელდა. ხო, შეცვლა უკვე მოხდა, მაგრამ აი ასეთი რამ შემთხვევა ჩვენს გალადბურთელს ლიტვაში საერთაშორისო კემპზე. და მერე ერთ-ერთმა ექიმმა თქვა წყალი დაალევინეთ. 1 ლიტრა წყალი დალია და ეს კუნთებიც მოეშვა, არ ვიცი, ანალოგიური სიტუაციაა თუ რა არის, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში წყალს ვერ ვხედავ, ისე რომ მასაჟს უკეთებენ, სასიამოვნო მასაჟს
ეს მე მგონი თქვენთვისაც ნათელია დუღუში ჩაფიქრებული დადარდიანებული და გასაგებია 12 გულიანი უპირატესობა ერთ-ერთ ლიდერ ფაშაევთან ერთად თვალსა და ხელშუა გაქრა თუ რა არის ამის მიზეზი რა თქმა უნდა ვერ გეტყვის ახლა ვინც არ უნდა მივიდეს დუღუშთან მე ჟურნალისტი მაქვს ხედელობაში არ ვიცით რა ხდება ფეხს მაინც ვერ ღუნავს ეს სახსარი არ უნდა იყოს რადგან მასას უკუთებდნენ კუნთზე აი ვნახოთ ახლა ალბათ გაუყინავენ და დაბრუნდება თუ არა 2 წუთში ბექა წივწივაზე რომელიც ძალიან ჭირდება ყოველთვის ჭირდება მაგრამ განსაკუთრებით დღევანდელ მატჩში არმიას თუმცა ასე ჭირდებოდა ფაშაევს და ფაშაევის გასვლის შემდეგ მოხდა პირიქით ორი სასტარტო გამთამაშების გარეშე თამაშობენ გუნდები კარგი შესვლა იყო 24 წამის წესი დაირღვა მაგრამ ბურთი მაინც ვერ მივიდა ადრესატამდე დვალიშვილი რადგანაც არ გაიხედა ფარისკენ დვალიშვილმა ეს იშვიათი შემთხვევა ცეკვავა კარგად თამაშობენ დაცვაში კარგად და სწორი პასი გრძელიძე დიდია ისევ დვალიშვილმა მოხსნა მეტოქის ფარზე მეტოქის სამწამიანში დვალიშვილს ალბათ დუბლი ექნება რა ყოველ შემთხვევაში 11 ქულა აქვს 10-ზე მეტი მოხსნა რო ექნება ამაში ეჭვი არ მეპარება პირველ ტაიმში ქონდა 8 მოხსნა ბატონო ჯამეთ რამდენი დაფარება ქონდა დაფარება არ ქონდა პირველ ტაიმში არ ქონდა დაფარება აი მეორე ტაიმში 3 დაფარება აქვს და მოხსნა ექნება 15 ალბათ ჯარიმა გძელიძეს გასაგებია ქუთაისს მხოლოდ ერთი გუნდური ჯარიმა აქვს მას თავისუფლად შეუძლია აიღოს ახლა ისეთი ჯარიმები რომელიც მეტოქის შეტევა შეაჩერებს თან ისეთი მეტოქის რომელიც ამაოდ არ შედის ქუთაისელთა სამწამიანში ეს ლაშა ფარღალავა რომლის ნადავლი 27 ქულა 63-დან 27 ქულა ეს არის 43% ანუ 42 ფარღალავა და ცეკვავა ტრადიციულად შარაბიძე თავის ბლოკს აყენებს შემდეგ შედის სამწამიანზე ძალიან კარგად მოძრაობს შარაბიძე მაგრამ მას ყურადღება არ მიაქციეს ვინ აიღებს ამ ბურთს ისევ დვალიშვილის დახმარებით აი დვალიშვილი მარჯვნივ პასი ყოჩა და ორი ქულა აი არ არის ეს იღბალი ასეთ ბურთს აი ეს უნდა ჩავარდეს ლოგიკურად ლაშა ფარღალავა 3 ქულა არადა უნდა გამხდარიყო 7 ქულა სხვაობა და სხვაობა გახდა 2 ქულა 66-68 ბურთი რომელიც არ ჩაუვარდა გიორგი ბარბაკაძეს ითქმის რომ კალათმა არ მიიღო ეს ბურთი და მერე ფარღალავა 3 ქულიანი უკვე 30 ქულით ის საუკეთესო ბომბარდირია დვალიშვილმა გაბედა ორცნა ძალიან სარიცხო გადაცემა გააკეთა ბაბიაშვილს არ წაუვიდა ისევ დვალიშვილი მოხსნების რაოდენობით რა თქმა უნდა დვალიშვილი MVP იქნება მარტო მოხსნებზე თუ ვისაუბრებ ცეკვავა დვალიშვილი ბლოკს უყენებს პასი ესურის არა ვერ გაბედა სწორია სამქულიანი ჩავა წერან მომდი ბატონო ჯამე 3 ქულა ლევან ძელიძეზე მეოთხე ფინალში რამდენიმე სამიანის ჩავდო გადამწყვეტ მომენტშიო და აი ხედავთ 3 წუთით ადრე თითქმის 3 წუთით ადრე ასე 5 ქულა 2 წუთი და 40 წამი ჩინებული თამაშის მომსწრენი ვარ მართალია თავისი ტექნიკური შესწავლებით, ლაფსუსებით, მაგრამ ძალიან ბევრი შესწავლა. მართლაც კარგი. ესეთი რაც ნახევარფინალში შეეფერება. ბექა წივწივაზე ბრუნდება. ცეკვავა გაექცა ბოისას. ძალიან ცუდად ისროლა. ისევ დვალიშვილი. დიდია 3 გოლა. 3 ქულა
შეშვენება. 66-74. 8 ქულას იგებს ქუთაისი. და ძალიან ახლოს არის მიზანთან რომ გაათანაბრო ზანგარი. შემდეგი ორი თამაში ქუთაისში. ქუთაისში როგორც იცით თითქმის ყველა მატჩი სტუმრებს უჭირთ ჩაატერონ თავიანთ მაქსიმალური მიუხედავად მაქსიმალური მობილიზების შედეგად მაღალ დონეზე ამას გამოვიხსენებ ძნელი ამბზანის და ფული ამბზანის ამხსნამ მოუწევ თუ ვერ შეძლეს ამ მატჩის გადარჩენა თუმცა ორ წუთში არათუ 8 ფულიანი არამედ უფრო მეტფულიანი სხვაობა შემცირებული გააჩნია მისცემენ ამის საშუალებას ქუთაისელები თუ არა დროშორად როგორც ამბობს ქუთაისელები ფუტბოლისტებმა ისევ ითამაშა საკუთარ სამწამიანში და მეტოქის სამწამიანში როგორც აი ეხლა როგორც თევზი წყალში ისეა დვალიშვილი მართალია შორიდან თქოს არ წაუვიდა 11 ქულა მისი არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია მე რაოდენობა მაქვს ქულების ერთ თამაშში დაგროვილი მაგრამ ის 15-16 მოხსნა აი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ის რამდენიმე დაფარება განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რა თქმა უნდა დვალიშვილის წინააღმდეგ თამაში ახლა უკვე მოედანზე ხედავთ ბაბიაშვილს და შარაბიძეს ერთად ფარღალავა ბოისა და ბექა წივწივაძე ქუთაისელთა რიგებშიც არ მომხდარა ცვლილება ისეთი სარისკო არ ვიცი დაესვლა თუ არა მაგრამ ალბათ არ დაესვლა საოცარი ორი კაცი ფარავდა გაუმართლებელია რა ჩემი აზრით ასეთი პოსნა იყო თუმცა ყველაფერი წავიდა დღეს ფარღალავას ბევრი ისეთი რთული ტყორნა ჩააგდოდა ალბათ სჯეროდა კიდეც რომ ჩააგდოდა მაგრამ ცეკვავა დიდია დვალიშვილი გრძელიძე გიორგი ბარბაგაზი ეს უკვე 10 ქულას ხაობა წუთნახევრით ადრე ეს იყო ბევრია ალბათ უკვე ცეკვავას მიერ შესრულებული გენიალური კომბინაცია რა თქმა უნდა დვალიშვილმა ეფექტურად დაასრულა ეს ყველაფერი მაგრამ აქ მაინც პასი იყო მთავარი ისევ ცეკვავა დიდია დვალიშვილი დვალიშვილს ეკუთვნოდა ეს 4 ქულა იმდენი იშრომა რომ ნამდვილად ეს უკვე განწირული ტორცნა იყო 66-78 12 ქულას იგებს ქუთაისი და ბურთიც მათან საცა დაიწყება ბოლო წუთი უკვე 14 ქულა სხვაობა 76-80 და რას ნიშნავს გუნდი აღარ თამაშობს ჯერ ადრეა ასეთ თამაში მე არ მივესალმები არც ერთ კალათბურთელს რომელიც ბოლო წამებში რატომღაც მე არ ვიცი ახლა უნდა შემოიღოს დებულებით ალბათ ფედერაციამ რომ აი ასეთი ინერტული თამაში და ბურთის გაჩერება უნდა აიგრძელოს მე არ მახსოვს ბოლო აი ამ სეზონში ესე გაჩერებული იყოს ბოლო წუთნახევარში 15 წამი რჩება და დაიწყება ხოლმე ბურთის დაკვრას მაგრამ არც ის 15 წამიანი არ მახსოვს აი ეს რას ნიშნავს ახლა 24 წამი გავა და ბურთი უნდა გადაეცეს მეტოქეს. უნდა იყოს პატივისცემა გულშემატკივრების და მაყურებლების. ეხლა 24 წამი გავიდა. საჯები რატომღაც გავიდა 24 წამი და ბურთი უნდა გადაიტანონ. თლა მე მგონი დაირღვა ყველაფერი. თუმცა ქუთაისელებმა იმარჯვეს 14 ქულის სხვაობით. არადა როცა ფაშაევი გააძევეს მოედნიდან აგებდნენ 12 ქულას. გამოდის რომ 26 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს ფაშაევის შემდეგ ამ დარჩენილ დროში. ჩვენ ულოცავთ ქუთაისელებს ამ წარმატებას. ძალიან კარგად თამაშობდა არმია, წვინვალეთ. ძალიან კარგი თამაში იყო გუშინაც და რა თქმა უნდა ის რომ ეს თამაში გაგრძელდება დიდხანს კალათბურთის მოყვარულები ამას მხოლოდ უნდა მიესალმონ. იქნება საჭირო იყოს ხუთი თამაში ფინალისტის გამოსავლები. ჩვენ დავასრულოთ რეპორტაჟი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის მიერ იყო ორგანიზებული. გადაცემის რეჟისორი ლევონ ნეკვეიშვილი,
კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი და ჩვენს რეპორტაჟში მონაწილეობდა ლელოს გამოცდილი საკალათბურთო სპეციალისტი ვაჟა სიმონიშვილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.